შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ბაზელში სპეციალური მიღება გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსს საქართველო უმასპინძლებს. თბილისში შოუს ფინალი 13 დეკემბერს ჩატარდება. სადღესასწაულო მიღებაზე შეკრებილი სტუმრებისთვის ანდრია ფუტკარაძემ შეასრულა სიმღერა To My Mom, რომლითაც მადრიდში ნოემბერში ჩვენს ქვეყანას გამარჯვება მოუტანა. ბაზელიდან მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. დღესამწუთებში ქალაქ ბაზელში მიმდინარეობს სადღესასწაულო მიღება, რომელიც არის შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებული. სწორედ აქ კონცერტზე, რომელიც მანამდე ჩატარდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბავშვო ევროვიზია 2025 სწორედ საქართველოს უმასპინძლებს და ეს მასშტაბური კონკურსი გაიმართება ქალაქ თბილისში 13 დეკემბერს. დღეს ასევე ჩატარდა კონცერტი, სადაც იმღერა ანდრია ფუტკარაძემ გამარჯვებული სიმღერა To My Mom, ანუ დედას, რომლითაც მან საქართველოს მისცა შანსი მეორედ ემასპინძლა საბავშვო ევროვიზიის კონკურსისთვის და ასევე გამხდარიყო რეკორდსმენი. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება ამ კონკურსზე და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კონკურსის ისტორიაში. დღეს ასევე კონცერტზე იმღერა მარიამ შენგელიამ, რომელიც არის ჩვენი წლევანდელი მონაწილე ევროვიზიის. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბაზელში და მარიამი მეორე ნახევარფინალურ ტურში წარსდგება მაყურებლის წინაშე, რომელიც გაიმართება 15 მაისს და მე უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართულს მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად დაუმესიჯოთ და მხარი დაუჭიროთ მარიამ შენგელიას და ერისიონს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუტანე გამარჯვება. საბავშვო ევროვიზია ჩატარდება თბილისში. დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, რომ შემესრულებინე ჩემი სიმღერა ბაზელში. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა, ნამდვილი ქართული კულტურის დღე და განსაკუთრებული მადლობა ჩვენ საელჩოს შვეიცარიაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროს. ვფიქრობ, რომ ქართული კულტურის წარმოჩენისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება. ევროვიზია სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ ყველამ თავისი დროშა ძალიან მაღლა აფრიალოს და თავისი ქვეყნით იყოს ძალიან ამაყი. რაც შეეხება დღევანდელ მნიშვნელოვან განცხადებას, მე ვარ ძალიან ამაყი, რომ 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. ეს იქნება 13 დეკემბერი, საახალწლო გარემო, ძალიან ბევრი ბავშვი, მხიარულება და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარული. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ბაზელში, ქართული კულტურის დღე. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ევროვიზიის ქართველი მონაწილე მარიამ შენგელია და ასევე გამოცხადდა ოფიციალურად საქართველოს როგორც საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს საელჩომ შვეიცარიაში, ასევე კულტურის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღის ორგანიზებისათვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. მონაწილეები, განსაკუთრებით ჩვენი უცხოელი სტუმრები და პარტნიორები ძალიან კმაყოფილები არიან, ვინაიდან დღე მართლაც წარმატებით ჩაიარა. ბოლო 16-17 წლის განმავლობაში, რაც საქართველო პირველად გახდა მონაწილე საბავშვო ევროვიზიის კონკურსის, საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპის ქვეყნებში ამ კონკურსზე. ყველაზე მეტი გამარჯვება და ყველაზე სერიოზული შედეგები აქვს, როგორც ისიც წინა წელს ჩვენმა ანდრია ფუტკარაძემ მოიპოვა რეკორდული ქულებით გამარჯვება, რომელიც არ დაფიქსირებულა ესეთი და ასევე საქართველომ შესაბამისად მოიპოვა აღნიშნული კონკურსის 2025 წელს ჩატარების უფლება, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება. მინიმუმ 12, მაქსიმუმ 20 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში. აღნიშნული გაიმართება ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში. გვექნება გრანდიოზული შოუ, ამას ერთობლივად ვაორგანიზებთ, რასაკვირველია და ასევე იქნებიან 100-მდე ჟურნალისტი ჩამოვა საქართველოში, ასევე 10 დღით ადრე ეწვევიან მონაწილეები თავის გუნდებთან ერთად, შემადგენლობებთან ერთად საქართველოს, მათ ექნებათ საშუალება გაიცნონ კიდევ უფრო კარგად ჩვენი ქვეყანა, ეზიარონ ჩვენს კულტურას და ნამდვილად დაუვიწყარი შოუ ველოდება ქართულ მაყურებელს. ქართული კულტურის დღე იმართება ქალაქ ბაზელში, აქ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
ანდრია ფუტკარაძემ გასული წლის გამარჯვებულმა საბავშვო ევროვიზიის შეასრულა საკუთარი გამარჯვებული სიმღერა თუმაიმომ, ასევე მარიამ შენგელიამ იმღერა თავისი სიმღერა Freedom, რომელთაც ის უკვე ზეგწარს დგება ბაზელში მილიონობით ტელემაყურებლის და რამდენიმე ათობით ათასი მაყურებლის წინაშე და ასევე ერისიონის ანსამბლის მოცეკვავებმა შეასრულეს რამდენიმე საცეკვაო ნომერი და დღევანდელმა კონცერტმა ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სტუმრებს შორის. აქ ძალიან ბევრი სტუმარი იმყოფება, მათ შორის არიან სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ევროვიზია 2025-ში. ბაზელიდან მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა.